1472 წელს აბატი კარლ გასტიცისი არასწორი ინფორმაციის შედეგად შეიპყრეს. თითქოს მან ერთ პატივცემულ ქალბატონზე ავადმყოფობა და ცუდი აზრები მიმართა. პატიმარ აბატს საპყრობილეში ყოველდღე აძლევდნენ გამხმარ პულს და ჩამჩა დამყაყრებულ, აყროლებულ, გაფუჭებულ წყალს. 40 დღის შემდეგ ციხის ზედამხედველმა შეამჩნია, რომ ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამა კარლმა არათუ დაკარგა, არამედ თითქოს შეიძინა სიმხნევე, ძალა და ჯანმრთელობა, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა ინკვიზიტორები აბატის ასულებთან კავშირში. მოგვიანებით სასტიკი წამებისას აბატმა აღიარა, რომ იმ გაფუჭებულ წყალზე, რომელიც მასთან მიჰქონდათ, ის ლოცვას კითხულობდა, რომლითაც მადლობას უხდიდა უფალს მისთვის მოვლენილი განსაცდელის გამო, რის შემდეგაც წყალი ახალი, სუბუქი და გამჭვირვალე ხდებოდა. ჩვენ გვაქვს ორი ჭურჭელი ნავთობის ემულსიით, რომლებშიც ნავთობმოპოვების მეორე ხარისხოვანი პროდუქტი, წყლისა და ნავთობის მყარი ნარევია მოთავსებული. ამ ნარევმა შეიძლება ასე ერთად შერეულ მდგომარეობაში წლები გაძლოს. საცდელ ნიმუშზე მაგდება დასასხივებელი აპარატი. ის 7 დღის განმავლობაში დაამუშავებს ამ ნავთობს და განზრახ დააქვეითებს წყლის მოლეკულების ზემოქმედებას ნავთობის მოლეკულებზე. საცდელ ნიმუშს დაუკვირდეთ. 4 დღის შემდეგ წყალი გამოეყო ნავთობს. წყლისა და ნავთობის გამომყოფ ფაზაზე უკვე კრატერული წარმონაქმნები შეიქმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოყოფის პროცესი გრძელდება. ის ველი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ წყალზე ზემოქმედებისათვის, სიმძლავრით შეიძლება გულის ელექტრომაგნიტურ ველს შევადაროთ. ზემოქმედების მე-7 დღე ექსპერიმენტი დამთავრებულია. წყალი სრულად გამოეყო ნავთობს. ექსპერტების შეფასებით, დღესდღეობით ნავთობმოპოვებლებს 1 მილიარდ ტონამდე ნავთობის ემულსია დაუკრავდათ. ის წარმოებისათვის უვარგისია. ბოლოს და ბოლოს მისგან თავისუფლდებიან და პირდაპირ მიწაზე ხვდიან მას. ამის შედეგად ნავთობმოპოვების ადგილებზე წარმოიქმნება საშინელი შლამის ტბები. რორაიმა, ვენესუელელი ინდიელების პივონის ტომის ენიდან ითარგმნება როგორც დედა ყველა წყლის. 2005 წლის იანვარში ამ ადგილებში ბიოფიზიკოსების ჯგუფი გაემგზავრა იმ უნიკალური წყლის ნიმუშის სასახებად, რომელიც მეცნიერების მტკიცებით არასოდეს ყოფილა ადამიანთან უშუალო კონტაქტში. ასეთი წყალი დედამიწაზე ერთადერთ ადგილზეა ვენესუელაში. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, პალეოზურ ერაში სამხრეთ ნახევარსფეროში არსებობდა კონტინენტი სახელწოდებით გონდვანა. ძლიერმა ტიტანურმა პროცესებმა, რომლებიც დედამიწის ქერქის ქვეშ მიმდინარეობდა 3 მილიონი წლის წინ, დედამიწა რამდენიმე ნაწილად გახრიჩა. ასე წარმოიქმნა ბრტყელი, მოსწორებული და კლდოვანი მთები, რომლებსაც ინდიელებმა ტეპუები, ესე იგი ბოძები უწოდა. რორაიმა ყველაზე დიდია მათ შორის. ეს საკმაოდ მოშორებული ადგილია და რთულია იქ მოხვედრა. ისე რთულია, რომ 3 დღის განმავლობაში სავანის ჯუნგლების გავლითაა სასიარულო. შემდეგ საჭიროა 800 მეტრიან კედელზე ასვლა. ეს ყველაფერი კი მოითხოვს გარკვეულ დიდ ენთუზიაზმს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქოს იქ წყალს ასხავენ უნიკალურ, უმანკო, უბიწო მდგომარეობაში. რორაიმას თავზე
მუდმივადაა დაკიდებული დიდი ღრუბელი. საღამოსკენ პატარა კვამლი ჩნდება და როდესაც მთის მეორე მხრიდან მთვარე ამოიწვერება, ნისლი ცისფრად იწყებს ნათებას. ამ ნათებაში კი უმოძრაო მდგომარეობაში ჰაერში დაკიდებული ნესტის წვეთები ჩანს და ნიავის ოდნავ შემოქროლვასთან ერთად წყლის მტვერი უერთდება წვეთს და ასე იბადება წვიმო, რომელიც უთვალავი ჩანჩქერის სახით ქვემოთკენ მოისწრაფვის. დღეს 2005 წლის 30 იანვარია. წყლის შეგროვება ნომერი 16. შემდეგ მას ფოლგაში მოვათავსებთ, შევფუთავთ და ასეთ მდგომარეობაში ის რამდენიმე დღე შეინარჩუნებს ამ ადგილების რორაიმას ენერგიას დახევს. შემდეგ გამემგზავრებით პეტერბურგში და აქედან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით ლაბორატორიაში ჩავატარებთ წყლის ყველანაირ ანალიზს და მის შემდეგ შეგვეძლება რაიმე დასკვნა გავაკეთოთ. Проведем все анализы, и тогда уже сможем сделать какие-то выводы. პროფესორ კოროტკოვის ლაბორატორიაში შემუშავებულ იქნა ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს წყლის ენერგეტიკა. მისი მუშაობა დაფუძნებულია კირლიანის ეფექტზე. საგნები, რომლებიც თავსდება მაღალ სიხშირულ მაგნიტურ ველში, იწყებენ სხვადასხვა ფერის და ფორმის ნათებას. რაც მეტ ენერგიას ფლობს ობიექტი, მით უფრო კაშკაშაა მისი თანხმლები ნათება. ვენესუელიდან ჩამოტანილი წყალი შეადარეს ჩვეულებრივ სასმელ წყალს. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვენესუელიდან ჩამოტანილი წყალი ჩვეულებრივ სასმელ წყალზე 40,000 ჯერ აქტიურია. ესე იგი, ეს აბსოლუტურად ორი სხვადასხვა სუბსტანციაა და ისეთი წყალია, რომელიც ააქტიურებს მთელ ორგანიზმს, მთელ სისტემას. ამიტომ არის, რომ იქ ინდიელები ცხოვრობენ ჯგუფებად, ცხოვრობენ საკმაოდ ბედნიერად და არც სურთ ცივილიზაციასთან შეხება. В общем, достаточно счастливы и совершенно не хотят, чтобы к ним приходила цивилизация. Ათას 632 წლის გვიან შემოდგომაზე სოფელ პენინგენიდან ლესონში ღარიბი, ობოლი მწყევსი, გენცი, რომელსაც არ ახსოვდა არც მშობლები, არც ადგილი საიდან იყო წარმოშობით, საუკეთესო ხვედრის საძებნელად გაემართა სამხრეთ იტალიაში. მისი გზა გადიოდა ქალაქ ვარცგუდრეეზე, კონსტანციის ეპარქიაში. უცებ გენცმა შეიგრძნო რაღაც უცნაური, თითქოს ამ ადგილებს მასთან უშუალო დამოკიდებულება ჰქონდა. თითქოს ფეხებს თვითონ მიყავდა მწყებსი საჭირო ადგილისაკენ, რომელიც წარაფი აღმოჩნდა. შევიდა გენცი წარაფში, მიმოიხედა, შეამჩნია, რომ იქვე ახლოს, პირდაპირ მიწიდან ამოდიოდა წყარო. ყმაწვილი მიუახლოვდა მას, დაიხარა და მოსვა წყარი. რამდენიმე წლის შემდეგ კი იგი უყვებოდა თავის შვილიშვილებს. თუ როგორ დაუბრუნა წყალმა მეხსიერება და მან გაიხსენა ის ადგილები, დედაც, მამაც და სახლიც, რომელშიც დაიბადა. როგორც ამტკიცებს თანამედროვე მეცნიერება, თითოეული ადამიანის ორგანიზმის წყლის სტრუქტურა იდენტურია იმ ადგილის წყლის სტრუქტურისა, სადაც იგი დაიბადა. ამიტომ ჩვენი შინაგანი კავშირი დაბადების ადგილთან მთელი ცხოვრების მანძილზეა შენარჩუნებული. ესე იგი, ცნება, სამშობლო არ არის მხოლოდ ამაღლებული პოეტური აზრი, არამედ მას აქვს საკმაოდ კონკრეტული ფიზიკური მნიშვნელობა. სოფლიოში არსად არ არის ერთნაირი წყალი. წყალი, რომელიც იკაფავს გზას დედამიწის ზედაპირისაგან, მთის ქანების, მინერალების გავლით, იგი ისრუტავს ნიადაგის რყევას, ინფორმაციას მის ბიოლოგიურ და ენერგეტიკულ თავისებურებებზე. ჩვენ აქ შევამოწმეთ საუკეთესო წყალი, რომლებსაც ბოთლებში ყიდიან. წარმოებლის ნიშანი კი გვატყობინებს, რომ ეს საუკეთესო წყალია მსოფლიოში, მაგრამ ეს წყალი მკვდარია. ის მართლაც სუფთაა,
კარგია, მასში დამატებულია სხვადასხვა მინერალები, მაგრამ ის მაინც მკვდარია. მასში არ არის ენერგეტიკა და არ არის არც სიცოცხლე. ადამიანი დიდ განსხვავებას ვერ ამჩნევს სუფთა, ბუნებრივ წყალსა და ხელოვნურად გაწმენდილ წყალს შორის. ნებისმიერი ცხოველი კი ირჩევს წყაროს წყალს, იმიტომ რომ ეს წყალი გაჯერებულია ბუნებრივი ენერგიით. Потому что эта вода насыщена природными энергиями. სულ ახლახან აღმოჩენილი იქნა ბუნებრივი წყლის კიდევ ერთი უნიკალური თვისება. აღმოჩნდა, რომ ასეთ წყალს შეუძლია წვა. ბუნებრივი წყლის წვა. იქ იწვის თვით წყალი და იწვის იმიტომ, რომ ბუნებრივი წყალი განსაკუთრებული სახით არის სტრუქტურირებული. წვა კაცრმეცნიერულ ენაზე ეს არ არის დაჟანგვის პროცესი, რომლის დროსაც გამოიყოფა სითბო და სინათლე. წყალი კი იწვის გარე სამყაროს ტემპერატურაზე. ხოლო გამოყოფილი სინათლე ფიქსირდება მაღალგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით. განუწყვეტლივ აქტიურდება ჟანგბადი, განუწყვეტლივ იწვის რაღაც ორგანიკა და მაშინვე ვხედავთ ნათებას, გამოყოფილ შუქს. წყლის წვა ეს დროში გაწელილი ხანგრძლივი პროცესია და ღმერთთან უკნას რომ ეს ასე არ იყოს, მაშინ ყველაფერი დაიწვებოდა. 1940 წლის 3 ივნისს გერმანიაში საბჭოთა წარმომადგენლებთან შეაგდეს წერილი, რომლის ავტორი სასწრაფოდ ითხოვდა მასთან კავშირზე გასვლას. თუ კი ეს არ მოხდება, ჩემს მუშაობას გეიდრიხთან აზრი აღარ აქვს. წერდა აგენტი ვილი ლემონი, რომელიც ბრეიტენბახის ფსევდონიმით იყო ცნობილი. ის ჩქარობდა შეეტყობინებინა საიდუმლო საცდელ პოლიგონზე და იმის შესახებ, რომ მუშაობდნენ წყლის გამოყენებით მურა ნახშირისაგან სინთეტიკური ბენზინის ჯერ კიდევ 1913 წელს იმპერატორმა ვილგელმმა დაავალა ერთ-ერთ უდიდეს ქიმიკოს ფრანც ფიშერს, რომ უზრუნველელყო გერმანიის თხევადი გაზით მომარაგება. საკუთარი საწვავის უქონლობას შეეძლო მომავალ ომში გერმანიის პოზიციების შეცვლა. 1941 წლისათვის გერმანელმა მეცნიერებმა შეძლეს მიეღოთ საწვავი ნახშირის ჰიდრიდებით, მაგრამ ეს საწვავი 10-12 ჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ბუნებრივი საწვავი აირი ნავთობისაგან. ხარისხი კი საგრძნობლად აქვეითებდა საბრძოლო ტექნიკურ მახასიათებლებს. ომის შემდეგ ჩატარებული ცდები წყლის გამოყენებით საწვავის შესაქმნელად შეწყვიტეს, რადგანაც არაეფექტური გამოდგა. ასეთი საწვავის შექმნაზე ბოლო 15 წლის განმავლობაში ჯონ გუოხუა მუშაობს. ახლა ყველასათვის დემონსტრირებას გავუკეთებთ ემულგირებული დიზელის საწვავის წვის პროცესს და წარმოგიდგენთ მის ორ მხარეს. ერთი მხრიდან ენერგიის მომატება, მეორე მხრივ გამონაბოლქვი აირის შემცირება. ეს საწვავი აღებულია ავტომანქანიდან. ეს სტრუქტურირებული წყალია. პროცენტული შედარებით დიზელის საწვავი 79%-ია, წყალი 20%, ემულგატორი 1%. რაც დამატებულია, ეს არის წყალი. Эмульгатор 1%. То, что внесено сюда, это вода. ჯონი დემონსტრირებას აკეთებს, რომ ემატება ნამდვილად წყალი. ახლა ამას დავუმატებთ 1% ემულგატორს. მომენტალურად წარმოიქმნება ემულგირებული ნაერთი, რომელიც რძეს გავს. ამ საწვავს ვასხავთ მანქანაში და ვიყენებთ მას მოძრაობისას. ხანგრძლივი ცდების შემდეგ 5%-ით ამაღლდა მისი სიმძლავრე. საწვავის ეკონომიამ კი 20%-ს მიაღწია. ჩვენი ქვეყნის მთავრობა ამას სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს. Я даже думаю, далеко не все химики помнят. მე ასე ვფიქრობ, რომ ყველა ქიმიკოს არ ახსოვს ეს მომენტი, რომ ავიღოთ და საერთოდ ამოვაშროთ ბენზინი. ესე იგი, ისე გავაკეთოთ, რომ მისგან გამოვყოთ წყალი, ეს ბენზინი არ აალდება. ეს ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. ყველანაირი წვისათვის საჭიროა რაღაც რაოდენობის წყალი. Для любого горения, чего угодно, нужно хоть какое-то количество воды. სპარსელ სუფიებს აქვთ ასეთი ლეგენდა. ერთხელ ერთმა ბრძენმა იწინასწარმეტყველა, რომ მოვა დრო, როდესაც მსოფლიოში ყველა წყალი სპეციალურად შეგროვილი წყლის გარდა დაიკარგება.
გაქრება. მის მაგივრად მოვა სხვა წყალი, მაგრამ ვინც ამ წყალს დალევს, ჭკუაზე შეიშლება, გაგიჟდება. ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო სერიოზულად და წყლის მომარაგება დაიწყო. და დადგა ნაწინასწარმეტყველები დღე. მართლაც დაცარიელდა ყველა წყალსაცავი. ვინც ბრძენს დაუჯერა, მომარაგებული წყლიდან სვავდა წყალს. შემდეგ ჭები და წყალსაცავები კვლავ წყლით აივსო. ადამიანები სულ მოთქმელად დაეწაფნენ ამ წყალს და თითქოს, როგორც ერთი, ყველა ჭკვაზე შეიშალა. ხოლო ვინც ბრძენს დაუჯერა და წყალს მხოლოდ თავისი მარაგიდან სვავდა, შეინარჩუნეს აზრი და გადარჩნენ. და დარჩა ერთადერთი ამ უგუნურთ შორის გონიერი და მას უგუნური უწოდეს. მაშინ მან ძველი წყლის მარაგი მიწაზე დაყვარა. შესვა ახალი წყალი და თავადაც გაგიჟდა. მაშინ უგუნურებმა თქვეს, რომ ამ კაცს გონება დაუბრუნდაო. ტვინის ძირითადი ნაწილი წყალია. წყალი და მისი მოლეკულები, რომლებიც მსუბუქად მოძრაობენ, სწორედ იმის ნაწილია, რითაც ხდება ტვინში ინფორმაციის ჩამახსოვრება. აღბეჭდვა. დიახ, წყალი, რაღაც განსაზღვრული დოზით ჩაბმულია ტვინში, ინფორმაციის ნიმუშების ფორმირებაში. რომ განვიხილოთ სხვადასხვა ორგანოები, გული, ფილტვები, კუნთები ან ტვინი, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მარტივი ექსპერიმენტის საშუალებით, რომ ამ ორგანოებშიც წყალია. რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის წყალი. თქვენი თავი სავსეა წყლით და არაფერია მასში განსაკუთრებული წყლის გარდა. Давайте представим. მოდით წარმოვიდგინოთ ცალ-ცალკე ადამიანი და წყალი. А вот у нас вода. ეს წყალი შედგება სხვადასხვა სახის ინფორმაციისგან. ასეთი წყალი რომ შევიყვანოთ ადამიანის ორგანიზმში, ადამიანის ორგანიზმი აითვისებს ამ ინფორმაციებს და ამას შეუძლია შეცვალოს ადამიანის მდგომარეობა. Это может изменить состояние человека. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს სტრუქტურირებული წყალი ადამიანის ორგანიზმზე. ექიმი პაციენტს თითიდან სისხლს უღებს და ამ სისხლის წვეთით შეუძლია სპეციალური მიკროსკოპის საშუალებით ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობის გაგება. ეს წითელი სისხლის სხეულაკები შეერთებულია ერთად იმიტომ, რომ მათ თავისი ელექტრული მუხტი დაკარგეს. ისინი შეერთდნენ და ამას ჩვენ დაბალ როეს ვეძახით. ამ ნაწილში კი უფრო მეტი შეხორცებაა, რომელიც არტრიტთან, გულის და ფილტვების დაავადებასთანაა დაკავშირებული. ექიმი პაციენტს სთხოვს დალიოს სტრუქტურირებული წყალი. 12 წუთის შემდეგ ექიმი ავადმყოფიდან კვლავ იღებს სისხლს და იკვლევს მას. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ უჯრედები უფრო გამოცოცხლდნენ. ისინი უფრო მარტივ, კვირცხლნი გახდნენ. აღიდგინეს თავისი ელექტრული მუხტი და დაიწყეს ერთმანეთისაგან განცალკავება, დაშორება. ეს მათ აძლევთ საშუალებას გადაიტანონ ჟანგბადი. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ უჯრედებში თანდათან ახალი ბირთვი წარმოიქმნება. მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად სასწაულია, რომ უბრალოდ წყლის დალევამ შეიძლება ეს ცვლილება გამოიწვიოს. ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა უკვე მრავალი საუკუნეა დამყარებულია ვიბრაციაზე, ორგანიზმში არსებული წყლის გარემოს ჟღერადობაზე. ორგანიზმის სწორი ჟღერადობის მაჩვენებელი არის პულსი. ითვლება, რომ ის შეიძლება იყოს ძლიერი, ან სუსტი, ცივი ან ცხელი. ამის გათვალისწინებით გამოცდილი ექიმი ატარებს ორგანიზმის თავისებურ ენერგეტიკულ სკანირებას, სვავს დიაგნოზს და ნიშნავს მკურნალობას. ჩვენ არ მკურნალობთ წყლით, იმიტომ რომ ადამიანი, მისი ორგანიზმი, თავისთავად წყალია. ის უბრალოდ კითხულობს მანტრეს, რომ თავის ორგანიზმში გაწმინდოს, გამოასწოროს ცუდი წყალი. როგორია ასეთი დაფარული ზემოქმედების მექანიზმი ამოუცნობია. მსოფლიოს ყველა რელიგიაში, ქრისტიანულ, მუსულმანურ, იუდეველთა რელიგიაში ჭამის წინ მიღებულია ლოცვის კითხვა, ან რელიგიურ დღესასწაულებზე საკვების კურთხევა.
ხშირად დავფიქრებულ ვართ ამ საკითხებზე. რატომ? საიდან გაჩნდა რწმენა სხვადასხვა კონფესიებში, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცნენ? რატომ იყო ეს ნათელი ჩვენი წინაპრებისათვის? რის ამოცნობას ცდილობს დღეს ჩვენი მეცნიერება? აღმოჩნდა, რომ ლოცვის სიხშირე ყველა ენაზე, ყველა კონფესიაში 8 გერცის ტოლია. ეს კი დედამიწის ვიბრაციის ელექტრომაგნიტური სიხშირის ტოლია. ამიტომ ლოცვა აყალიბებს ჰარმონიულ სტრუქტურას ყველა პროდუქტში. ახლა ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, თუ როგორ ხდება ეს. ეს ხდება წყლის მოლეკულების, კლასტერების სტრუქტურების ხარჯზე. водяных молекул. Поэтому от этого опять-таки чисто практически ამიტომ პრაქტიკული რჩევაა, რომ სუფრას უნდა მიუსხდეთ კარგი განწყობით და არავითარ შემთხვევაში აგრესიული, კაცრი განწყობით, რამე თუ ასეთი განწყობა ჩვენს ორგანიზმზე დამანგრევლად იმოქმედებს. будет оказывать прямое разрушительное воздействие на наше здоровье. 1995 წელს იაპონელმა დოქტორმა ემოტო მასარომ პირველად შეძლო დაეფიქსირებინა წყლის მუსიკალური შთაბეჭდილება. წყალს მოასმენინეს მუსიკა. შემდეგ სასწრაფოდ გაყინეს და მიკროსკოპში დაინახეს კრისტალები, რომელიც წყალმა წარმოქმნა. ასე გამოიყურება ბახის მუსიკა. Так выглядит музыка Баха. მოცარტის ბეთჰოვენის Тяжелый рок. მძიმე როკი. ამ დროს კი ემოციების ისეთი გამოფრქვევა ხდება, რომელსაც ნეგატიურ შედეგებამდე მივყავართ. მე არ მახსოვს ისეთი შემთხვევა, რომ კლასიკური მუსიკის კონცერტებზე ასეთი უარყოფითი ენერგიის გამოფრქვევა მომხდარიყოს. На концерте классической музыки произошел бы вот такой отрицательный выброс эмоций. ექსპერიმენტები გვიჩვენებენ, რომ აგრესია იწვევს წყლის მეხსიერების მკვეთრ შეცვლას. ასეთ წყალს შეუძლია მოახდინოს საკმაოდ მშვიდი ადამიანების პროვოცირება. Зло в плане რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბოროტება ხორციელდება უფრო ადვილად. ალბათ ეს ადამიანის განსაკუთრებულ მგრძნობელობასთანაა დაკავშირებული, რომელიც ნეგატიურს ყოველთვის მძაფრად აღიქვას. воспринимает негатив всегда острее. დოქტორმა ემოტომ ჩაატარა კიდევ ერთი საინტერესო ცდა. Поместил в 3 стеклянные банки рис. 3 მინის ჭურჭელში მოათავსა ბრინჯი და დაასხა წყალი. მთელი თვის განმავლობაში ყოველდღე ეუბნებოდა 1 კილას მადლობას. მეორეს სულელი ხარ. მესამეს კი არ აქცევდა Третий не обращал ყურადღებას. внимания. Через месяц ერთი თვის შემდეგ ბრინჯმა, რომელსაც მადლობას უხდიდნენ, გაღვივება დაიწყო და სასიამოვნო სუნი გამოხო. ბრინჯი მეორე კილაში, რომელსაც სულელს უწოდებდნენ, გაშავდა. из второй банки почернел. А рис, на მესამე კი, который не обращали внимания, რომელსაც начал ყურადღებას არ აქცევდნენ, ლპობა დაიწყო. დოქტორი ემოტო თვლის, რომ ეს განსაკუთრებული ექსპერიმენტია, განსაკუთრებით ბავშვებისადმი დამოკიდებულებაში. უნდა ვიზრუნოთ მათზე, უნდა მივაქციოთ ყურადღება, უნდა ვესაუბროთ. განსაკუთრებული ზიანი მოაქვს გულგრილობას. ასეთმა ექსპერიმენტებმა ფანტასტიკური ჰიპოთეზა წარმოქმნეს ჩემში, მაგრამ ისინი ყოველთვის პრაქტიკას ეყრდნობოდნენ. равнодушие, გულგრილობა, ненависть, სიძულვილი, и даже სიბრაზე და გაღიზიანებაც დამანგრევლად მოქმედებს არა მარტო სხვა ადამიანებზე, მათ უკუქცევითი მოქმედება აქვთ. В духовном плане
სულიერების თვალსაზრისით, აზროვნების დონეზე, ის ვინც ნეგატიურ აზრებს აგზავნის, აბინძურებს საკუთარ წყალს, რომელიც მის ორგანიზმში 75-90%-ში ადგენს და ნეგატიურად მუხტავს მას. Организм негативно заряжает ее. Во многих лабораториях სოფლიოს მრავალ ლაბორატორიაში მრავალჯერ ტარდებოდა ექსპერიმენტი, რომელიც ამგვარ შედეგს გვაძლევდა. ერთ ჭურჭელში მოთავსებულ წყალს ყოფდნენ ორად. ერთ ნაწილზე ახდენდნენ ზემოქმედებას, რომელიც ცვლიდა ამ წყლის სტრუქტურას და თვისებებს. მეორე ჭურჭელში მოთავსებული წყალი რამდენიმე თვის შემდეგ იღებდა იმავე თვისებებს და სტრუქტურას. წყალი ფლობს მნიშვნელოვან ფოტოგრაფიულ მეხსიერებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ასე. თქვენ შეგიძლიათ ასევე დამუხტოთ წყალი სუბუქი ენერგიით 10,000 კილომეტრის მოშორებით. Даже за 10 000 километров. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის, რომლებიც ძირითადად წყლის სტრუქტურას წარმოადგენენ, არსებობს დისტანციური კავშირი. რომ დავამტკიცოთ ან უარყოთ ადამიანებს შორის დისტანციური კავშირი, 2005 წლის თებერვალში პროფესორმა ვიაჩესლავ ზვონიკოვმა თავის კოლეგებთან ერთად ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი. ორი ადამიანი ერთმანეთისაგან 15,000 კილომეტრის მოშორებით არიან. ერთი მოსკოვში, მეორე კი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ სანტ-ელენეს მახლობლად. ჩვენ